ამ ადგილიდან ჩანს თითქმის მთლიანი თბილისი და მცხეთა სატელევიზიო ანძით დაწყებული თბილისის ზღვა, მცხეთის ჯვარი, ზედაზნის მამათა მონასტერი, თვითონ მცხეთა ერთ-ერთი საუკეთესო პანორამაა თბილისს. დღეს გავიარე დაახლოებით 8 კილომეტრი. ეს ულამაზესი ადგილი თავის ულამაზეს ხედებით არის ჭილის ტბის მიმდებარე ტერიტორია. ძალიან ლამაზი ადგილებია. მაღალი გამოვლობის მანქანით თუ პრობლემით ამოხართ, მით უმეტეს კარგ ამინდში. აქ ხშირად არიან მეცხვარეები. და მაინდა-მაინც ხვის ფარას მიუახლოვდებით თუ არ გინდა თუ ყველასმა ნაგაზმა შეგჭამთ. ერთ-ერთ წინა ვიდეოში მე გაგიზიარეთ ჩემი გამოცდილება იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გქონდეს, როდესაც მივდივართ ტყეში სალაშქროდ. დღეს კი მინდა გაგიზიაროთ მცირეოდენი ცოდნა ტყეში გადარჩენასთან დაკავშირებით. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ თვითგადარჩენა არ იწყება ტყეში. როდესაც ხართ უკვე თვითგადარჩენაზე ზრუნვა იწყება, როდესაც ვემზადებით სადმე წასასვლელად. რა ნივთები მიგვაქვს, რა ცოდნა გვაქვს, როგორ გვაქვს შესწავლილი გარემო, რელიეფი, სადაც მივდივართ. ამის მიხედვით ან გაგვიმარტივდება, ან გაგვირთულდება თავის გადარჩენა და ექსტრემალური სიტუაციიდან თავის დაღწევა. ეს ალგორითმი ძირითადად მუშაობს სამ სეზონზე: გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. ზამთარში ცოტა სხვა პრინციპებია, ზამთარი თოვლიანი და ყინვიანი სეზონზე უკვე ექსტრემალური პირობებია ისედაც. ამ ზამთრის ალგორითმს შემდეგ ვიდეოებში ალბათ უფრო ზამთრის პერიოდში გაგიზიარებთ. ახლა კი გეტყვით გადარჩენის მთავარ პრინციპებს. ერთი რამ რაც წინა ვიდეოდან უნდა გავიმეორო არის ის, რომ როდესაც სალაშქროდ მივდივართ, ნივთები უნდა გადავანაწილოთ სწორად. ჯერ კიდევ სახლში ყოფნისას. როდესაც უკვე ტყეში მივალთ, კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ ნივთები, რამდენად სწორად გვაქვს განაწილებული. აუცილებელია დანა და ცეცხლის დასანთების საშუალებები გქონდეს სხეულზე მიმაგრებული, ან ჯიბეში, ან პატარა ჩანთაში, რომელიც სხეულზე გვექნება მიმაგრებული. რადგან თუ ჩანთას დავკარგავთ, არ დავკარგოთ ეს მნიშვნელოვანი ნივთები. ახლა რაც შეეხება პრინციპებს. თუ აღმოაჩენთ, რომ ტყეში დაიკარგეთ, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის გაჩერება. თუ გზა აგვებნა, ყველაზე დიდ პრობლემას შეგვიქმნის პანიკა. პანიკაში თუ ჩავარდებით, არის იმის ალბათობა, რომ კიდევ უფრო ღმად შევალთ ტყეში, კიდევ უფრო მეტად აგვერევა გზა. პანიკის დროს ჩვენი კოგნიტური უნარები საკმაოდ დაბალზეა, გონების შესაძლებლობებიც და გადაადგილებაც უფრო რთულია. პანიკის დროს ტყეში მოძრაობისას შეიძლება უბრალოდ რამეს მოვიტეხოთ კიდეც. ამიტომ პირველი და აუცილებელია გაჩერება, უნდა გავშეშდეთ და დამშვიდდეთ. დამშვიდობისთვის არსებობს ეგეთი ტექნიკა, 5 სუნთქვას ეძახიან. რაც მდგომარეობს შემდეგში. 4 წამის განმავლობაში უნდა შევისუნთქოთ ჰარი ნელ-ნელა, 4 წამის განმავლობაში შევიკავოთ სუნთქვა და 4 წამის განმავლობაში პირით გამოვუშვათ ნელ-ნელა ჰარი. ეს უნდა გამომეოროთ მინიმუმ 4-ჯერ. და დამიჯერეთ. ეს ტექნიკა ნამდვილად მუშაობს, გულისცემა იკლებს და ადრენალინი მცირდება. სხვათა შორის ეს ტექნიკა არა მარტო ლაშქრობაში და დაკარგვისას პანიკის შემთხვევაში გამოგადგებათ, არამედ ნერვიულობისას. მაგალითად, როდესაც ხართ გამოცდაზე ან გასაუბრებაზე, ასეთ დროსაც ეს ტექნიკა მუშაობს. მინიმუმ 4-ჯერ უნდა გააკეთოთ. გაიმეოროთ და დამიჯერეთ, უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს. შემდეგი რაც ტყეში დაკარგვის შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ, ეს არის როგორცაც დავშვიდებით, შევიმოწმოთ სხეული, შევამოწმოთ ჩვენი ნივთები, ხომ არაფერი გვტკივა და ხომ არაფერი დავკარგეთ. შემდეგ თუ დავაკვირდეთ ამინდს. თუ არ არის სიცივე, არც ძლიერი ქარი, არც წვიმა,
მაშინ შეგვიძლია გადავიდე შენებრივ წარსულში, მაგრამ თუ სიცივეა ან წვიმს, პრიორიტეტი ხდება თავშესაფრის მოძებნა. ნიადაგზე პირდაპირ არ უნდა დავჯდეთ, არც უნდა დავწვეთ, რადგან ნიადაგი ჩვენი სხეულიდან მთლიანად იწოვს სითბოს და თუ სიცივეა და წვიმს, კაციება ან გაყინვა არაფერში არ გამოგვადგება. ამიტომ უნდა მოვძებნოთ ან ავაწყოთ თავშესაფარი. ზის დავაფინოთ ტოტები, წიწვები ან ფოთლები დაახლოებით 20-30 სანტიმეტრის სიმაღლეზე. როდესაც ეს დავწვევით, ის დაიწევს 5 სანტიმეტრზე დაახლოებით, მაგრამ მიწიდან გვექნება იზოლაცია და შესაბამისად აღარ გავიყინებით. თუ იმ გადაჩენის ნივთებიდან რაც მე მაქვს ნათქვამი, თერმოპლედი გვექნება, ძალიან გაგვიმართლებს, რადგან ამ შემთხვევაში დიდ პრობლემებს ავირდებთ უფრო მარტივად თავიდან. როდესაც უკვე თავშესაფარს მოვძებნით ან გავაკეთებთ, უნდა ვიზრუნოთ ცეცხლზე, თუ გცივა რა თქმა უნდა, სიცივეს შემთხვევაში. ასევე ეგეთი ნათქვამი რომ თუ წვიმის დროს ვერ დაანთებ ცეცხლს, ესე იგი საერთოდ არ შეგიძლია ცეცხლის დანთება, რადგან შალ და თბილამინში ყველა დაანთებს ცეცხლს. წვიმის დროს ცეცხლის დანთების მთავარი პრინციპია რომ ძირიდან არ უნდა ავიღოთ ხე, არც ხმელი ხეები. ან უნდა ავიღოთ ისეთი ხე, რომელიც არ არის მიწაზე. სველი იქნება აუცილებლად ის ხე, მაგრამ ხე ძირითადად სველი იქნება გარედან. გული ექნება შალი, ამიტომ უნდა დავტეხოთ და გავაკეთოთ დავანთოთ პატარა კოცონი. კოცონი როგორ უნდა დავანთოთ, მაგის უამრავი ვიდეო არსებობს და ალბათ მეც შემოგთავაზებთ შემდგომში სხვა ვიდეოებში კოცონის დანთების პრინციპებს. როდესაც თავშესაფარიც გვაქვს, კოცონიც გვაქვს დანთებული, უკვე შემდეგი არის წყლის მომარაგება. არსებობს ეგეთი პრინციპები, რაც დამუწველია ტყეში, როდესაც დაიკარგებით. 3 წუთი პანიკაში, მაგრამ შეიძლება მოჰკლათ. 3 საათი ყინვაში, 3 დღე წლის გარეშე, 3 კვირა საჭმლის გარეშე. 3 კვირა თუ დაკარგულები ვართ, სულად ყოფილა ჩვენი საქმე ძალიან. საქართველოში მე ვფიქრობ, რომ 3 დღეც დაკარგვა რთულია. ერთი დღის სავალზე თითქმის ნებისმიერ მიმართულებით რომელიმე სოფელს მივადგებით. ასე რომ საქართველოში 3 დღით დაკარგვა რთულია, მაგრამ თუ მაინც მსგავსი რამ მოხდება, იცოდეთ, რომ წყალი აუცილებელია. ამიტომ კოცონის და თავშესაფარის შემდეგ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის წყლის მარაგი. არასდროს არ უნდა დავლიოთ წყალი, დაბინძურებული წყალი ან გუბეში ნაყოფი წყალი. თუ წვიმს, გაგვიმართლა. წვიმის წყლის დალევა შეიძლება. როგორ უნდა მოვიპოვოთ წვიმის წყალი, თუ ჭურჭელიც არ გვაქვს, მაგასაც შემოგთავაზოთ მაგ ვიდეოსაც. თუ წვიმა არ არის, სხვა შემთხვევაში წყალი უნდა ავადუღოთ. წყლის ადუღების გარეშე წყლის დალევა სასიკვდილო განაჩენის თვალსაზრისით რადგან შეიძლება მოიწამლოს. წყლის პრობლემის გადაჭრის შემდეგი საზრუნავია სასიგნალო ნიშნების დატოვება. არსებობს საერთაშორისო სტანდარტები სამაშველო სიგნალების. ეს არის 3 გასტვენა, 3 კოცონი ზედიზედ ახლო მანძილზე, 3 სარკის ანარეკლი. ესენი არის საერთაშორისო SOS სიგნალები. შემდეგი ნაბიჯი არის უკვე საკვების მოპოვება. საჭმელი რომ გქონდეთ და რომ მოიპოვოთ, თუ წყალი არ გაქვთ, საჭმელი არ ჭამოთ. საჭმლის გადამუშავებას ბევრი ენერგია და წყალი მიაქვს ორგანიზმიდან, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენ მდგომარეობას უწყლობის შემთხვევაში. ასეთია მოკლედ რომ თქვათ ეს პრინციპები. პირველი, ჩერდებით, შვიდდებით, ვაკეთებთ თუნდაც უთქვით ვარჯიშებს, ან როცა თქვენ გაგეხარდებათ. შემდეგ ვაკვირდებით, რამე ხო არ დაგვიზიან და რამე ხო არ დავკარგეთ, რა რესურსები გვაქვს, გარშემო რა ხდება, როგორი მდგომარეობაა, დავაკვირდებით, შევისწავლით და შემდეგ ვიწყებთ გეგმის დასახვას. გარემოზე დაკვირვებაც საათები არ უნდა გაგვიგზდეს. წუთებში უნდა მოვიფიქროთ და შევისწავლოთ მდგომარეობა და დავასახოთ სამოქმედო გეგმა. თუ შეუძლებელია და ვერანაირად ვერ ახერხებთ ხარეების გარკვევას, ვერც რელიეფს ხედავთ ტყის გარშემო ვერანაირს, ხეზეც ვერ ადიხართ,
რომ დააკვირდეთ საერთურის დაღმართი საით არის მთა. არც შეგიძლიათ რომ ტყეში მოძრაობისას წრეზე არიაროთ და ერთი მიმართულებით იაროთ ხოლოდ ტყეში ძირითადად უმეტესად იმიტომ იკარგებიან რომ წრეზე დადიან. ადამიანს აქვს თუნდაც ეგეთი ჩვევა რომ როდესაც არის ის მიმართულებით მიდის ტყეში ძირითადად მაინც მიდის მარჯვენა მხარეს და ტრიალებს წრეზე. თუ ეს ყველაფერი ჩვენ არ შეგვიძლია, მაშინ უმჯობესია და აუცილებელია გავჩერდეთ და არ დავიზრათ ადგილიდან. ამას გვასწავლიან თვითგარჩენის ინსტრუქტორები და ეგეთ სკოლებში. რომ უნდა გავჩერდეთ და არ უნდა გავინძრეთ. არ დავტოვოთ ტერიტორია დიდი მანძილით. თუ ეს ყველაფერი არ შეგვიძლია. გამოვიყენოთ სასიგნალო ნიშნები და დაველოდოთ მაშველებს. თუ არანაირი ორიენტაცია შეგიძლიათ ტყეში, მარტო ეგეთ ლაშქრობებში წასვლისგან თავის შეკავებაა ჩემი აზრით ყველაზე ჭკვიანური. ამიტომ ეცადეთ მარტო არიაროთ ტყეში სალაშქროთ. ვეცდები შემოგთავაზოთ თუ დაინტერესდებით ტყეში ორიენტირების ვიდეოც და ჩავწერო ამაზე. ეხლა რაზეც გესაუბრეთ, ეს არის უბრალოდ პრინციპები, ეგრეთ ასე ვთქვათ, ალგორითმი. ეს უფრო თეორიაა, რაც უნდა იცოდეს ჩემი აზრით ყველა ადამიანმა. პრაქტიკაში გამოყენებას ამ ყველაფერს სჭირდება მცირეოდენი ვარჯიში, ნელ-ნელა დახვეწა ჩვენი უნარების. და პრაქტიკაში როგორ გამოიყენება ამ პრინციპებიდან ზოგიერთი როგორ უნდა ავამუშაოთ და გამოვიყენოთ, თუ დაინტერესდებით, ჩავწერ მაგის ვიდეოებსაც და გაჩვენებთ. ზოგადად ჩემი ვიდეოების გადაღების მიზანი ის არის, რომ მე რაც ცოდნა მაქვს შეძენილი ან პირადი გამოცდილება რაც მაქვს, ის მინდა გაუზიარო სხვებს, ვინცაც ჯერ ეს ცოდნა არ აქვს. მე როდესაც მასწავლეს ეს ყველაფერი ძალიან მიხარდა და მომწონდა. რაც არ ვიცოდი და ჩემით მომიწია გარკვევა, მაშინ ეგ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა ჩემთვის, რომ ვინმეს ესწავლებინა. ან სადმე მომესმინა, წამეკითხა. ამის გარდა შემდგომში ალბათ შემოგთავაზებთ ვიდეოებსაც, სადაც არ იქნება მხოლოდ ბუნებაში და ლაშქრობაში თვითგადარჩენის ვიდეოები. მე ზოგადად მინდა ისეთი პრინციპები და გამოცდილება გაუზიარო ხალხს, რაც მაქვს ცხოვრებისეული. იქნება ეს ბუნებაში ლაშქრობა, რაიმე ნივთების დამზადება, თუნდაც რაიმე ფსიქოლოგიური ხერხები, ფსიქოლოგი არა ვარ, მაგრამ ზოგი რამ ვიცი. აი თუნდაც როგორ მუშაობს სხვადასხვა სისტემები, თუნდაც კომპიუტერული, ან საფინანსო სისტემები. მოკლედ, რა ინფორმაციაც მაქვს და ის სიგაზიარებაც ჩავთვლიო საჭირო იქნება, ან რაც მე გამეხარდებოდა რომ უფრო ადრე მცოდნო და ვეცდები ეს ცოდნა გაგიზიაროთ. არხის გამოწერა და კომენტარების დაწერა იქნება იმის შესაძლებლად, თქვენ გაინტერესებთ ეს თემები, გინდათ მსგავსი თემების მოსმენა და ვეცდები გაგიზიაროთ ყველაფერი, რაც მე ვიცი. ზოგადად ვთვლი, რომ ცოდნის გადაცემა ერთ-ერთი აუცილებელი რამაა. ადრე სიცხლედაც კი ითვლებოდა ცოდნის თუ ცოდნა ქონდა უფასო თუ არ გადაცემდი მას და არ გავავრცელებდი შენ ცოდნას. ჩვენი ცოდნა მარტო ჩვენთვის არ უნდა დავიტოვოთ. დამიჯერეთ. ვინც მიყურებს, ვინ ნებისმიერი თქვენთაგანს აქვს რაღაც ისეთი ცოდნა, რაც ჯერ ვიღაცას არ აქვს. შეიძლება იმიტომ რომ ჯერ ახალგაზრდა, ახლა დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება, ან უბრალოდ არ შეხვედრია მსგავს, არ აღმოჩენა მსგავს მდგომარეობაში. არ შეჯახებია მსგავს პრობლემებს ან ასე შემდეგ. მოკლედ, დამიჯერეთ, ყველამ ვიცით ისეთი რამ და ყველამ იცით ისეთი რამ, რაც სხვამ არ იცის და ისი სწავლებაც სხვისთვის შეგიძლიათ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ჭკვის სწავლების გას. უბრალოდ თქვენი ცოდნა გაუზიარეთ მას, ვისაც დააინტერესებს. არ დაგენანოთ ცოდნის გაზიარება. მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ ვიდეომდე.